მოგესალმებით აპოლონის სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი წარმოგიდგინოთ და მოვამზადებ საზაფხულო ნამცხვარს. გემრიელი ნამცხვარი მარწყვით და ლურჯი მოცვით. არის ძალიან მსუბუქი და მასთანავე ძალიან მარტივი მოსამზადებელი. ამისათვის არ გჭირდებათ ბევრი დრო და ბევრი ინგრედიენტები. ახლა კი მოვამზადოთ ხილის ნამცხვარი. გჭირდება 400 გრამი ფქვილი და ჩემთან არის ფქვილი გაცრილი. 250 გრამი შაქარი, 300 გრამი მაწონი, 4 ცალი კვერცხი, 250 მილილიტრი ზეთი. ეს არის ნეიტრალური გემოს ზეთი. მე ვიყენებ რაფსის ზეთს. 1 შეკვრა გამამხვიერებელი, ვანილი გემოვნებით და მწიკვი მარილი. ჭირდება აგრეთვე 300 გრამი მარწყვი, რომელიც არის უკვე დაჭრილი და დაახლოებით 200 გრამი ლურჯი მოცვი. იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ლურჯი მოცვი, მოამზადეთ მხოლოდ მარწყვით. შეგიძლიათ ნამცხვრისთვის გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენი საყვარელი ხილი, როგორიც არის ალუბალი, ატამი. პირველ რიგში მე დავჭრი მარწყვს, ჯერ გავყოფ შუაზე, შემდეგ ისევ შუაზე და შეგიძლიათ თქვენ უფრო პატარებად დაჭრათ. ისე როგორც თქვენ თვითონ მოგწონთ, ან დაჭრათ ოთხკუთხედებად. მარწყვი კიდევ დაჭრილი. მარწყვით დავჭერით. ახლა კი მე უკვე მოვამზადებ ნამცხვრის მასას და გავთქვიფავ კვერცხს. პირველ რიგში ფქვილს დავუმატებ მე გამამხვიერებელს. მოურევ კარგად, რომ ფქვილში კარგად გადანაწილდეს გამამხვიერებელი. ოთახის ტემპერატურის კვერცხს მოვათავსებ თაში და ვუმატებ მწიკმარილს და დავიწყებ გათქვიფას. გათქვიფეთ და თქვების პერიოდში დავუმატებთ შაქარს. და უნდა თქვიფოთ გამუდმებით და მოვუმატებთ სიჩქარეს. უნდა ვთქვიფოთ იქამდე, სანამ მასა არ გახდება თეთრი და არ გაორმაგდება. გავაგრძელებთ თქვებას და როგორც ხედავთ, ჩემთან მასა გათეთრდა, გაორმაგდა და ვთქვიფავთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვუმატებთ ზეთს და ჩავდავთ ზეთს ნეიტრალური გემოზეთი და ვუმატებთ მაწონს. ვუმატებთ ვანილს. ვანილი ცოტა ადრე უნდა დამემატებინა, მაგრამ არ აუშავს. შემდეგ ვუმატებთ ფქვილს. და ვთქვიფავთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას. დიდხანს თქვეფა არ ჭირდება, როგორც კი ფქვილი გაიხსნება, გამორთეთ მიქსერი. მე მოურევ კიდევ ერთხელ კარგად, რომ დავრწმუნდე ფქვილი კარგად გაიხსნა. და გადავიტან შემდეგ უკვე გამოსაცხობ ფორმაში. გამოსაცხობი ფორმა უკვე მოვამზადე და ეს არის საშუალო ზომის ფორმა, რომელსაც დაუფინე გამოსაცხობი ქაღალდი. ახლა კი გადავიტან მე ნამცხვრის მასას ფორმაზე. და გადავანაწილებ თანაბრად. გადაანაწილეთ ყველგან თანაბრად, გადაასწორეთ. შემდეგ კი ზემოდან მოვალაგებ დაჭრილ მარწყვს. მე მქონდა დაახლოებით 500 გრამი მარწყვი, რომელიც ჩემი ფორმისთვის იყო საკმაოდ ბევრი. მე მარწყვს მოვალაგებ ყველგან და რაც უფრო მეტ ხილს დავუმატებთ, მით უფრო ნოტიო იქნება შემდეგ თქვენი ნამცხვარი. და როგორც ხედავთ, ჩემთან მარწყვი მორჩა, ახლა კი დავუმატებ ლურჯ მოცვს.
ლურჯი მოცვი არის ძალიან ჯანსაღი, ძალიან გემრიელი და ძალიან უხდება ნამცხრებს. ძალიან უხდება მაფინებს. მოამზადეთ აუცილებლად. იმ შემთხვევაში თუ არ გაგვაქვს ლურჯი მოცვი, ჩაანაცვლოთ მარწყვით და ამ შემთხვევაში გამოიყენეთ დაახლოებით 500 გრამი მარწყვი ან თქვენი გემოვნებით. ახლა კი უნდა მოვათავსოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი და ყველა ღუმელი ინდივიდუალურია, ჩართეთ ზემოთა და ქვემოთა წვა. ჩემი ნამცხვარი უკვე მზად არის. როგორ უნდა გავიგოთ არის თუ არა ნამცხვარი მზად? ამისათვის უნდა ჩავარჯოთ ასანთის ღერი და თუ ზედ არაფერი მიეკრო, უკვე მზად არის. ახლა კი მე გადავიტან და მოვაყრე შაქრის პუდრას. და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება ჩვენი ხილის ნამცხვარი, რომელიც მინდა გითხრათ, რომ გამოვაცხვე საშუალო ფორმაზე. არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ ხილის ნამცხრისთვის ეს სიმაღლე აბსოლუტურად საკმარისი. ახლა კი მოვაყრი მე შაქრის პუდრას და ჩემთან ნამცხვარი არის უკვე კარგად გაციებული. ახლა კი დავჭრი მე ხილის ნამცხვარს და როგორც ყოველთვის ჭრიდით ნაჭრებად. თუ დაჭრით საშუალო ნაჭრებად, გამოვა დაახლოებით 20 ნაჭერზე მეტი. ახლა კი გადავიტან მე თეფშზე და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება ნამცხვარი, სადაც ძალიან ნათლად ჩანს ლურჯი მოცვი და ძალიან გემრიელი მარწყვი. და როგორც ხედავთ, ესე მარტივად მოვამზადებ. ახლა კი დავსინჯოთ. ვიდა გასინჯვის დროც. მეტყვით რომ არის ალტრა გემრიელი გამოაცხადოთ. და გიტყვით რომ არის ძალიან ფაფუკი, არის ძალიან ჰაეროვანი, მაწონი თავისებურ სინოტივეს აძლევს ნამცხვარს და ხილი კი განსაკუთრებულ არომატს. ამიტომ არ დაიზაროთ, გამოაცხოთ, არის ძალიან გემრიელი. და აქ ჭირდებათ ამისათვის ბევრი დრო და ბევრი ინგრედიენტები. როგორც ხედავთ, ესე მარტივად მოვამზადეთ ძალიან გემრიელი ხილის ნამცხვარი. მოსინჯეთ, გააკეთეთ. მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვოთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში. თუ მოგეწონათ და ლაიქეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები.